სიხარი ჩემზე არ იდარდო. ხო, ნუ ტირი. და გარდა ამისა სხვა ქალს დედას ნუ დაუძახებენ. დივა მშვიდობისა. დივა მშვიდობისა უნურვე. გამარჯობა ნურხაიათანი. ძალიან ვწუხარ, თქვენ გვერდით მიგოვლეთ. თანადგომისთვის დიდი მადლობა. რას ამბობთ? ქერემბეი კაბინეტშია? დიახ. მადლობა. ო, ასია. მინდა და ოკეანეში გავსულიყავი, მაგრამ გადავიფიქრე. არა. არა, აქ ვარ. არსად მივდივარ. მოგვიანებით დაგირეკავ, კარგი? ნახვამდის. სამი დღეა ველოდები, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ქერემი, რომელიც მასავით მიყვარს, გვერდით დამიდგება და გამამხნევებს. მაგრამ გამხნევებას ვინ ჭივის? არც კი დაგირეკავს, რომ მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოგითქვა. რატომ? ჩემ გვერდით რატომ არ იყავი, ქერემ? მაშინ, როდესაც ცილი დამწამეს, ჩემ გვერდით რატომ არ იყავე? ცილი დაგწამეს. შენ რა მეგობარი ხარ? თუ ყველაზე მძიმე წუთებში ჩემ გვერდით არ იქნები მეგობარი, როგორ დაგიძახო? ონურ, ჩემთან მეგობრობაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს. სამარცხინოდ მოიქეცი. აუცილებელი იყო ფული გადაგეხადა. დავიჯერო შენ სირგლის სხვა ქალი არ არსებობდა? რა? ჩემი ბრალია. ვიცოდი რომ შენის კაცი ხარ, ვინც ქალს მასთან ღამის გადარებაში ფული გადაუხადა, მაგრამ მეგობრობა არ გამიწყვეტია. ფული? თუ ამ ცილის სამების შენს გჯერე, ესე იგი ჩემი მეგობარი მართლა არ ხარ. დაგავიწყდა თვითონ მითხარი, რომ იმ ღამისთვის ფული გადაიხადე. თვითონ გამომიტყდი, ქალი მოგეწონა, მაგრამ ის სიცხების მსგავსი აღმოჩნდა. იმ ღამის საფასური პირადად ნაღდი ფულით გადავიხადეო, შენ არ მითხარე? რა ცილის სამებაზე მელაპარაკები? ის სხვა შემთხვევა იყო, ამასთან კავშირი არ აქვს. ესე იგი ფული სხვა დროსაც გადაგიხდია. სამწუხაროა. თურმე სულ არ გიცნობდი. შეჰრაზადთან რა სინდისით იყავი? მასთან ურთიერთობისას ის ღამეები არ გახსენდებოდა, რომლებიც ასე ძვირი დაგიჯდა. საკუთარი თავის არ შეგწვა? ქერემ ასე ნუ მელაპარაკები და ასე დაუნდობლად ნუ გამში. შენ ყველაფერი არ იცი. მაინც რა არ ვიცი? თურმე ყველაფერი არ მცოდნია. ონურბეი, გისმენ. თქვენთვის თუ საინტერესოა, შეჰრაზადი დღეს სტამბოლში დაბრუნდა. როგორ არის? თუდად. მეც. ქერემ, ონურბეის რა დაემართა? თუდად გამოიყურება. როგორ გონია ასე დროს კარგად იქნება? მაგრამ ახლა ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ ბენო. მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ძალიან გგივა? უცელი მაწუხებს. ექიმმა თქვა ბუნებრივი რეაქციაო. გოგოებს ძალიან გაუხარდა თუ გეთრომ ხარ. მალე ორივეს მოვიყვან შენს სანახავად. ისევ წახვალ.
gitmeyeceğim. არ წავა. პირდები? პირდები. ფუსო. ლამაზი გოგოების ლამაზი დედიკო. შვირფასო. როგორ ხარ? ახლა ვერაფერს გეტყვი შეჰრაზად. ჯერ ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩამიტარონ. ქანი გამოჯამრთელდა, შენც კარგად იქნები. შენ ყველაზე უკეთესი რასაც ახლა ვგრძნობ. შეჰრაზადი მთელი დღე ჩვენთან ერთად საავადმყოფოში იყო. საოპერაციოსთან იცდიდა. მართლა? დიდი მადლობა შეჰრაზად. არაფერს. მისმინე. ქიმიოთერაპიის კურსმა არ შეგაშინოს, გესმის? მედიცინა განვითარდა. ახალი წამლები არსებობს. თმაც არ გაგცივდება. ო, ასია, ექიმაც მითხრა. ასე რომ შენ სილამაზეს არაფერი ემუქრება. გმადლობ, ძვირფასო. უკაცრავად. გისმენთ ქერემბე. შეჰრაზად, გამარჯობა. შენი ამბავი მაინტერესებს. როგორ ხარ? გმადლობთ, კარგად ვარ. თუ დროს ხომ არ გირეკავ? არა, რას ამბობთ? ნათესავს ოპერაცია გაუკეთეს და მის სანახავად ვარ. გამოჯამრთელებას ვესურვებ. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? არა, გმადლობთ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. შეჰრაზადმა მომხდარი ჯერ კიდევ ვერ დაევიწყა. ო, იმედი მოგეცა რა? ხედავ დროს ტყუილად არ კარგავ. მერტ. ასე რატომ მიყურებ? შენ არ მითხარი სასწაულების უნდა გჯეროდესო. შენ რომ იგივე მოგსვლოდა, ონური ასე მოგექცეოდა? ონურს ნუიცავ მერტ. ასე არ უნდა მოქცეულიყო. ესე იგი ონურის უდანაშაულობის არ გჯერა. შენი საქციელი მაკვირვებს. ბენოს რას ეთქვენ? ის გოგო არ გეცოდება? ასეთ მოქცევას არ იმსახურებს ქერემ. გამარჯობა. გამარჯობა. ქერემ, ჩემს არს რატომ არ პასუხობ? იგროვასე დროს შენთან ლაბარაკის თავი მაქვს ბენო. ონურმა თავისი საქციელით ჰოლდინგის და ჩემი რეპუტაცია შეელახა. ძალიან ცუდად ვარ ბენო. ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზო ბურჰანბე. ასე რამ დამაბრმავა. როგორ ვენდე? ალლაჰმა დაგიფარა შეჰრაზად. დაქორწინებული რომ ყოფილიყავი რა უნდა გეკნა? ასე ნუ ამბობ ნადიდეჰანი. ონურბეის ნაჩქარევად ნუ განსჯი და განაჩენს წინასწარ ნუ გამოუდან. ბურჰანბე, შენ ხომ გაიგონი იმ ხალმა ტელევიზიით რა თქვა? იმ ბულგარული, გაბოროტებული ქალის ნათქვამს არ ვენდობი. იქნებ ცილს სამებს. ამას ვერ დავიჯერე ბურჰანბე. მათ შორის რაღაც მოხდა, ისე თქმას ვერ გაფედავდა. შვილო, აშკარაა იმ ქალს პირადი შურიზიების გრძნობა ალაპარაკებს. თვითონვე განაცხადა სამსახურიდან გამაგდო. ცხადია სამსახურიდან, იმიტომ გააგდო რომ ონურის წინადადებას არ დათანხმდა. შეჰრაზად, მეც ბიზნესმენი ვარ შვილო. ასეთი ამბავი არა, მაგრამ მეც ბევრი რამ გადამხდენია. მოვეხტილად მითხარი ნადიდეჰანი. ასეთი რამ მე რომ დამაბრალონ, დაიჯერებ? არა, რა თქმა უნდა, არა. მე თუ მენდობი, ონურბეის რატომ არ ენდობი? დრო შეიცვალა. ძველად წარმატებულ ადამიანებს პატივს სცემდნენ. ახლა ქვეყანა უნამუსო ხალხით აივსო. ერთი სული აქვთ ონურაქსალისნაირი წესიერი ადამიანები ლაფში ამოსვარო. ხო, მაგრამ იქნებ სიმართლეა ბურჰანბე. იქნებ ონურს მართლა არ ვიცნობ. ამას დრო გვიჩვენებ შვილო. ნაჩქარევად ნუ განსჯით. შეჰრაზად, ისე მოიქეცი როგორც გული გიგარნახებს. შენ ჩვენი შვილი ხარ. მე მამა, ნადიდეჰანი კი დედა. ჩვენი სახლი და მთელი ქონება შენ გეკუთვნის. ეს არ დაგავიწყდეს შვილო, კარგი? გმადლობთ. დიდი მადლობა.
გამარჯობა ერდალბეი. როგორც გითხარით, იეშილ დოღას ვილების გახსნის პრეზენტაციისთვის არაჩვეულებრივი იდეა მაქვს. დარწმუნებული ვარ თქვენს მოგეწონებათ. ეს პროექტი ძვირი დაჯდება, მაგრამ პრობლემას მოვაგვარებ. სპონსორს მოვძებნი. ძვირფასო ჯობდა არ შეთუხებულიყავი. რატომ? რა მოხდა? ხომ არ გადაიდო? რამე პრობლემაა? არა, ყველაფერი რიგზეა. სხვა ფირმას მოველაპარაკეთ. პრეზენტაცია თვის პირველ რიცხვში დაუგეგმეთ. რატომ? ხომ დამპირდით ამ საქმეს შენ მოგცემო? ო, ასეა. მაგრამ გადავიფიქრე. შენი ფირმა ახალი გახსნილია. ამ საქმეს თავს ვერ გაართმევ. კი, მაგრამ რატომ ერდალბეი? ძნელი საქმე არ არის. გაცილებით რთულ შეკვეთებზე მიმუშავია. ახლა დეტალურად აგიხსნით. მომისმინეთ, თუ არ მოგეწონებათ, მერე არა, საჭირო არ არის. ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. ზაინებ, ვერ გაიგე? რა უნდა გავიგო? პრობლემები არ მჭირდება. რას გულისხმობთ? ონურაქსალთან ანგარიში გავასწორე. ამჯერად საკმარისია. სულელი არ არის, ალბათ გაიგო ჩემთან რომ თანამშრომლობ. ასე რომ დღეიდან აღარ მჭირდები. ესე იგი, უბრალოდ გამომიყენეთ? გამოგიყენე? ძალიან ცუდი ნათქვამია. გმადლობ, ძალიან დამეხმარე. ონურაქსალი, ამის შემდეგ ფეხზე დადგომას ადვილად ვეღარ შეძლებს. რამე მოხდა ფირდევს? სამსახურში. არც დღეს წახვალთ ონურბეი. ხო, დღესაც არ წავალ. არ სიამოვნებს მთელი დღე სახლში რომ ვარ. რას ამბობთ ონურბეი, მაგრამ სახლში როდემდე უნდა იყოთ? არ ვიცი, მაგრამ დამერწმუნე, სამსახურში სიარულს აზრი არ აქვს. თქვენი მესმის, მაგრამ ნუღელავ ფირდევს. როცა საჭირო ჩავთვლი სამსახურში აუცილებლად წავალ. წადი, გარი გააღე. დიახ, ახლა. ჩემო პატარა, მითხარი დღეს პარკში როგორ გაერთობი? საქანელაზე ვიქანავებ საცრიალოზე ვისრიალებ. დღეს გარგარიალიც მოვა, ერთად თამაშებენ, გაერთობიან. გარგარიალი? ხო. ქანის ახალი მეგობარია. ეს ახალი მე დავარქვი. ყვითელი თმა აქვს, ხუჭუჭა. და იმიტომ. ალის არ ეწყინა? არა, ბევრი იცინე. ძალიან კარგი. გარგარიალის რომ ნახავ, ჩემგან მოიკითხე, კარგი? წამოდი. ნახვამდის შეჰრასა. ნახვამდის. 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 ონურბეი. ონურბეი. კურიერმა მოიტანა.
ჯამალე დაბრუნდი ჩვილო. რადგან ნახატი გამომიგზავნენ. ალბათ გინდა შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამომშალო. დავიჯერო საერთოდ არ მიცნობ შეხრაზად. ნუ თუ იმდენად არ მენდობი, რომ იმუნამოსო ქალის სილის სამებას დაუჯერე. ვერასოდეს მიხვდები რა გადავიტანე ონურ. მეც ის ერთ-ერთი დამცირებული ქალი ვარ. ვისაც ერთი ღამის ურთიერთობისთვის ფული გადაუხადე. ამ მოგონებებით ვერ ვიცხოვრე. ამიტომ ვცხოვრ. ჩემი ცხოვრებიდან წადი. სამუდამოდ. და ნუ ღარასოდეს დაბრუნდები. ნუ ღარასოდეს. იმ ღამეს მინდოდა გამომეცადე და შენთვის ეს არ დამიმალავს. შენს მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. უარი რომ მითხარი, ვიფიქრე ის არის მეთქი. სწორედ ის ქალი, რომელსაც ვეძებდი. მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასე თუ მოხდებოდა? ონურ, კმარა. იმ სამარცხვინო დღეს ნუ ღარ გამახსენებ. ეს ჩემი სირცხვილია შეღრაზად. ჩემი სირცხვილი და ტკივილი. ეს შენს კარგად იცი. მაგრამ გირჩევნია იმ სირცხვილო ქალის სიტყვებს ახვენ. აღარ გააგრძელო. წადი. კარგი ძავალ. ამ სამარცხვინო ლაქას ჩამოვირეცხავ და ისევ შენთან დავბრუნდები. მინდა შენთან ბოლომდე მართალი ვიყო. ნახვამდის. რამეს ხომ არ ინებებთ? არა გმადლობთ. ბევრი ვიფიქრებენ, მაგრამ არ დამოგდის. ხომ ხედავ შენ სიყვარულს არ ვიმსახურებ. გამუდმებით გულს გტკენ. გტანჯავ. მერე კი თვითონ ვიდანჯები. შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ. მომთმენი, თბილი. შენი შესაფერისი არ ვარ. ასე თუ გავაგრძელეთ, ერთმანეთს კიდევ უფრო. ქერემ. კარგი, დავშორდეთ. ბენო, შენ გაცილებით. თხოვ. დაშორებაზე მეტად შენი სიტყვები მდგეს გულს. თხოვ, ნუ ღარ გააგრძელებ. თავმოყვარეობა მეც მაქვს. მაგრამ ეს სიმართლეა. მართლაც საოცარი ქალი ხარ. ვცდილობდი შენი ღირსი გამხდარიყავე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთად არასოდეს ვიქნებოდით. ვიცოდი. სიყვარულმა დამაბრმავა. მაგრამ ერთი რამ ვიცი. ძალით სიყვარული არ არსებობს. არა. ბენო. ნახვამდის. საღამშვიდობი შეჰრაზად. საღამშვიდობი შეჰრაზად. თქვენთან დალაპარაკება მინდა შეჰრაზად. შეიძლება?
ფერიდე ჰანიმ თუ გონიათ რომ საზოგადოების წინაშე გამოვალ და ონურის უდანაშაულობაში მათ დარწმუნება შევეცდები ძალიან ვცდებით არა ეგ არც მიფიქრია მე იმის სათქმელად მოვედი რომ პატივს გცემთ და ამ მძიმე წუთებში თქვენ გვერდით ვარ მოგწანდით მიშველეთ დაბრძანდით ვიცი ჩემი თანადგომადან უგეში ნამდვილად არ გჭირდებათ რადგან ძალიან ძლიერი ქალი ბრძანდებით მაგრამ მინდა იცოდეთ მარტო არ ხართ მადლობთ მაგრამ ვერ ხვდები ჩემთან ძალიან სამართლიანი და გამბედავი ქალი ყოფილხართ თქვენით აღფრთოვანებული ვარ ჩემი შეცდომების გამო პატიება მინდა გთხოვოთ ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდა ჩემი ბრალია თქვენს გულწრფელობაში უკვე ბევრჯერ დავწუნდი მაგრამ ხომ გესმით როგორც დედას მინდოდა ონური მცდარი ნაბიჯისგან დამეცვა მცდარი მაგრამ დამნაშავე თქვენ კი არა თურმე ჩემი შვილი ყოფილა ვიცი ალბათ გიგვირთ შვილზე ასე რომ ვლაპარაკობ მაგრამ მერწმუნედ მეც ძალიან მიმძიმს ძალიან არ ვიცი ონურმა ამის შესახებ გიამბოთ თუ არა დეტალურად არაფერი უთქვამს მაგრამ ვიცი რაც მოხდა ესე იგი არ უთქვამს რამდენიმე სიტყვით მიამბო როცა დავინახე უზრუნველ მომავალზე უარი თქვით და ონურთან დაშორება გადაწყვიტეთ საკუთარი თავის შემრცხვა ვიცოდი ონურის მამას სხვა ქალი რომ ყავდა მაგრამ გამბედაობა არ მეყო შეხვედრად ნაბიჯი ვერ გადავდგი ამ დამცირებას ვითმენდი ყოველდღე მის დაბრუნებას ველოდებოდი მაგრამ სამუდამოდ წავიდა სამარცხვინოდ იმ ქალის ლოგინში მოკვდა ხოლო მე მკვიდრეობად შემზარავი საგაზეთო სტატიები დაგვიტოვა ეს ნამდვილი ტრაგედია ახლა მითხარით ჩემზე უფრო კარგად თქვენ ვინ გაგიგებთ თუ შეიძლება ერთის დამისხით. სახლში არის ვინმე? რამდენი ადამიანი ცხოვრობს? გზა მოგვეცეთ, გაიწიეთ. სახლში ქალია. გაიწიეთ, გაგვატარეთ.
მელეკ ზირფასო ალბათ ტელეფონს ვერ მიუსწარი არა ტელეფონი ხელში მიჭირავს ესე იგი არ მიპასუხე დიახ ასეა თუ ასეა რატომ დამირეკე საფერბეი მე მელეკ გთხოვ მოდი დავილაპარაკოთ ძალიან გთხოვ საფერბეი ორივემ კარგად ვიცით ამ ლაპარაკს რა შედეგი მოყვება მე ამის არ მეშინია მე მეშინია სიყვარულის ნუ გეშინია მელეკ გთხოვ მოდი თუ გინდა მე მოვალ სად ხარ საფერბეი გთხოვთ ჩვენი სიყვარული შეუძლებელია უკეთესია თუნებას არ აყვეთ კარგი როგორ ჩვენ გინდა მაგრამ მანამდე მოდი თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ მერე გიკვირდები რომ აღარ შეგაწუხებ საფერბეი მელეკ უშენოდ არ შემიძლია მელეკ ხმა გამეცი აქ რაღაც ხდება ვერ გავიგე ჩემ სახლთან ხალხია შეკრებილი რა ხდება გააჩერე თუ შეიძლება მელეკ რა მოხდა არ ვიცი სახლთან უამრავი ხალხია მოგვიანებით დაგირეკავთ აქ ნუ შეიკრიბებით გთხოვთ გაიწიეთ გზა მოგვეცით ქალბატონო გაგვეტარეთ ნუ შეიკრიბებით დაიშალეთ გთხოვთ დაიკო ქალბატონო არ შეიძლება უკან დაიხიეთ გთხოვთ გაიწიეთ არ შეიძლება გამიშვით დამშვიდით ქალბატონო დამშვიდით გაიწიეთ დამშვიდით ქალბატონო არ ვიცოდი ასე თუ იტანჯებოდით ძალიან წუხვარ ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ჩემი შვილი ისევე მოგექცეოდათ როგორც ჩემი ქმარი მომექცა მოდით ამაზე ნუ აღარ ვილაპარაკებთ ნამდვილად მინდოდა ჩემი რძალი გამხდარიყავით და ეს დამცირება არ გადაკეტა ანას ჩეხრაზად მომგჯერად დიახ თქვენი მჯერა თანაგრძნობისთვის მადლობას გიხდით ჩემი წასვლის დროა ისედაც შეგაწუხეთ რას ამბობთ თქვენნაირი ძლიერი და გამბედავი ქალი რომ ყოფილიყავით ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა შეჰრაზად სულ სხვანაირი მეტად დროის უკან დაბრუნება შეგვეძლოს ჩემი სახლის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა დაიმახსოვრეთ მადლობთ გისმენ მელეკ შეჰრაზად საშინელება მოხდა რა მოხდა მელეკ სახლში ხანძარი გაჩნდა ჩემი და იქ იყო რა ყველაფერს მოვაგვარებთ ონურ დამიჯერე მოვაგვარებთ როგორ მოვაგვარებთ იასამინ საქვეყნოდ შევრცხვი მთელი ქვეყანა ჩემს არაკაცობაზე ლაპარაკობს რატომ არ გინდა მომისმინო ერთ ჟურნალისტ ბიჭს ველაპარაკე ეს ჟალის პირველი ნამოქმედარი არ არის შანტაჟი გაიძვერობა და უზნეობა იმ ხალის პროფესიაა მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცით მომისმინებ ერთ ფაქტს გაგახსენებ გახსოვს მელთეფეში ერთი კაცი იყო რკინით ვაჭრობდა მერე საგლინავის ამქრო გახსნა მაგრამ იმ კაცმა თავი მოიკლა ჟალი ადრე მისი საყვარელი ყოფილა გამუდმებით აშანტაჟებდა ოჯახის დანგრევით ემუქრებოდა და აშინებდა საქვეყნოდ შეგარცხვენო იმ კაცმა თავი ამიტომ მოიკლა მერე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ისედაც ვიცით უზნეო ქალი რომაა ეს რას გვაძლევს ონუ გონს მოდი გთხოვ
კარგად დაფიქრდი. ქალის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. ეს ინფორმაცია საჩვენოდ გამოვიყენოთ. იმ ქალის უსინდისობას დავამტკიცებ და ამით ხელმოსაჭიდი რა გვაქვს? სანამ თავს მოიკლავდა იმ კაცს წერილი ხომ არ დაუტოვებია. თავის მოკლა ჟალეს შანტაჟმა მაიძულაო. სასამართლოს რა უთხრათ ქალის შესახებ 1000 გვარი ჭორი დადისო? კარგი. ასე უმოქმედოთ ვისხდეთ და ნურაფერს გავაკეთებთ. მაპატიენ. შენი წვენება არ მინდოდა. გაღიზიანებული ვარ. არა უშავს. შენი მესმის განერეულებული ხარ. მაგრამ დროა დამშვიდე და გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღო. მართალი ხარ. ერთებს მინერალური წყალი მომიტანა. ახლავე ონურბეი. გისმენ მელეკ. რა? ბენო როგორა? როგორ მოხდა? შემოვხედეთ, მე ბურჩინი ვარ. ბურჩინ. აცრა გაუკეთეთ. ექიმმა რა თქვა? ჯანმრთელი ბავშვია. სად არის ბურჩინი, სად? ჩემი ლამაზი გოგო. ერთ კვირაში როგორ გაზრდილა? რა თქმა უნდა, პუსუნ. ჩვენი გოგონების ბედნიერებას უნდა მოვესწროთ. დედა, შენ რომ არ იყავი, ბურჩინს ვერ მოვვლიდით. ოჩაღები ხართ. ო, დედიკო, ბურჯუ ფაფას უმზადებდა. ბუქეთი კი ხელში არწევდა და აძინებდა. მართლა? განი, შენ რას აკეთებდი? გოგოებს უყურებდი? თანი ბიჭამ შეეცადა ბურჩინისთვის საფენი შეეცოლა და არ გამოუვიდა. ბურჩინის საეშმაკარი ხელზე მიეწება. გაჩვენდი საძაგელო. ნუ ამბობ ხომ გთხოვე? ჩემი წასვლის დროა. ადრე დაიძინე შვილო, დაისვენე. ღამე მშვიდობისა. გმადლობთ, მამა, ღამე მშვიდობის. გოგოებო, დედა არ შეაწუხოთ. ღამე მშვიდობის, პაპა. არა, არ შემაწუხებთ. იურფას. ჩემო ლამაზებო. გისმენ, მამა? ექიმა დღეს რა თქვა? უიმედოდ არ არის. არ შეგეშინდეთ, უკეთ იქნება მალე ქიმიოთერაპიის კურსს დავიწყებთ. კარგია. საავადმყოფოში შენ წაიყვან? რა თქმა უნდა, მამა. მარტო ხომ არ გაუშვებ? გასაგებია. ის ბავშვი როგორაა? მიპასუხე. არ ვიცი. როგორ თუ არ იცი? რაც პოსუნს ოპერაცია გაუკეთეს აღარ მინახავს. არ გინახავს? არა, არ მისულ ვარ. ის ბავშვი ჩემი შვილი არ არის, ალი კემალ. შვილები გინდა, მაგრამ მათ მოვლაზე აღარ ფიქრობ. რას აპირებ? ის ქალი არ გეწოდება? ბავშვმა რა დააშავა? ბენო. ძალიან შემაშინე დაიკო, ძალიან. მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ექიმა თქვა ხვალდილას საავადმყოფოდან გავწერთო. ხო, ნუ ტირი. ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი გავანადგურე. სასისულელია. რაშენებრალია. უბედური შემთხვევა იყო. ვერ ხვდები როგორ მოხდა. არაფერი მახსოვს. უცებ ცეცხლის ალი დავინახე და დამშვიდი. ყველაფერი კარგად არის. ალლაჰმა დაგვიფარა და გადაგვარჩინა. კარგად ვერ ვიქნები. ყველაფერი დასრულდა.
კი, მაგრამ რატომ? სისულელის ნუ ამბობ, გთხოვ. კვამლმა მოწამლვა გამოიწვია. ნუ ღელავთ. შრატი მდგომარეობიდან გამოიყვანს. საშიში ხომ არაფერია. ყოველი შემთხვევისთვის ამაღა მაგ დავტოვებთ. ხვალდილას გავწერთ. ოღონდ რა? თუ რამე პრობლემაა, მე მითხარით ექიმი. არა, პრობლემა არაფერია. ასეთ ვითარებაში უბედური შემთხვევები ხშირად ხდება. თუ რა თქმა უნდა, ამას უბედურ შემთხვევას დავარქმევთ. რას გულისხმობთ? ბენუ ჰანიმის სახლში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი აღმოჩნდა. თითქოს არ უშავს. თავარი გადარჩა. ერთი წუთი თქვენ იმის თქმა გინდათ რომ თავის მოკლასსადა? არა, უბრალოდ ის თქვი რომ ნასვა მიიღო. უბედური შემთხვევა მოხდა. ბენუ. მე გავა. ბენუ. საყვარელო რა მოგივიდა? არ შემომხედავ. მადლობთ. შევდავლე. შეეცადე დამშვიდდე. შენი და კარგადაა. საშინელება იყო ზაფერბე. ჩემი და კინაღამ ხანძარმა იმსხვერპლა. ზოგზან ვფიქრო. თავარია ახლა კარგადაა. გთხოვ მელეკ, ნოდერე, ცრამლებს ნუ დამანახვებ. გისმენ, საავადმყოფოში ვარ. ჯერ აქ ვარ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ბენუ ჯერ კიდევ შეუძლოდაა. არ ვიცი. რამდენი ხანით საჭირო იქნება იმდენ ხანს დავრჩები. მე ნუ დამელოდები. კარგი, ღამე მშვიდობისა. ხო, ბენუ. ხო, ნოდერე. არ შემომხედავ. მართალი ხარ. ძალიან გაწყენინე. ბენო ჩათვალე რომ დღევანდელი საუბარი არ ყოფილა. ამას როგორ ვთხოვ? გთხოვ, ნორაფერს მეტყვი. გთხოვ. შემეშინდა რამე რომ არ მოგსვლოდა. ქერემ. ბენო. უშენოდ არ შემიძლია. მაპატიე გემუდარები. დღევანდელი საუბარი დაივიწყე. ჩვენ არ დავშორებულ ვართ. და არასდროს დავშორდებით. ქერემ, არ გინდა გთხოვ. მომისმინე. გემუდარები ბენო. მეყვარხარ. მეყვარხარ. ამას მაშინ მივხვდი. მელექმა რომ დამერეგა. უშენოდ არ შემიძლია. გთხოვ, მითხარი რომ მაპატიე. იცოდე აღარასოდეს დავშორდებით. გვირდები. ხო, ზაფერბე, სახლში წადით, მე კარგად ვარ. არა, მელეკ, აკყოფნა მინდა. არ მინდა ჩემ გამოტყუილს ამბობდეთ. ჩემი და კარგად არის, მაგრამ ცოლს უთხარით რომ ჯერ ვიცი რასაც ვაკეთებ. ამაზე საუბარი აღარ მინდა. თქვენ ოჯახი გაქვთ. გელოდებიან. მელეკ, გთხოვ. ახლა ჩემს ოჯახზე საუბრის დრო არაა. არის. მელეკ, გთხოვ, მომისმინე. რა მოხდა, ხანძარი გაჩნდა? ო, შეჰრასად. კვამლმა მოწამლა. ქერემი ახლა მასთანაა. როგორ არის? ახლა კარგად არის შეჰრასად. რომ მივედი სახლის ცეცხლის ალში იყო გახვეული. შემეშინდა ჩემს დასრამე. ყველაფერი რიგზია, მელეკ დამშვიდი. ხომ ხედავ, შენ გვერდით ვართ.
მგონი დაიძინა. ფრთხილად გამომართვე. საყვარელო. ჩემო ლამაზო გოგონა. Pasa. Canım. Pasa. Ali Kemal. Çumat. დაიძინა. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ბედნიერები ვიქნებით. სინათლე ჩააქრე. კარგი. ბენო ძურფასო. ძალიან შეგვაშინე, მაგრამ თავარი ახლა კარგად ხარ. შეხასად გმადლობ. რა კარგია რომ მყავხარ. კარგი ისა რომ შენ არსებობ. შენ რომ არა რამე შველებოდა. ცუდი წარსულს ჩაბარდა. სახლი დაიწვა. ყველაფერი განადგურდა. არა უშავს. ამაზე მოვფიქრობ. თავარია რომ შენ გადარჩი და კარგად ხარ. ძალიან მრცხვენია. ამას ნუ ამბობ. დამნაშავე არ ხარ, უბედური შემთხვევა იყო. არავინ არის დაცული, კარგზე იფიქრე. ბედი არ მწყალობს. დამშვიდი. ყველაფერი კარგად იქნება. მართლა? შენ როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა, ბენო. ყველაფერი გამოსწორდება. აინახავ. ბენო? ონურბეი. ბენო, მომხდარის გამო ძალიან ვწუხარ. გმადლობთ. როგორ ხარ? კარგად ვარ. გმადლობთ. ექიმმა მითხრა ხვალდილას გაგწერთო. ტყუილად აგაფორე აქეთ. კარგად გამოიყურებე. მიხარია უკეთესად რომ ხარ. მიხარია. კერენბეი დავამთავრეთ. გმადლობთ, დიდი მადლობა. თქვენს გმადლობთ. დაუჯერებელია, ქერემ. ეს ავეჯი საიდან გაჩნდა? გაჩნდა. მეგობრებმა გვაჩუქეს. ძალიან ბევრი ხომ არ არის. სულაც არა, დაგჭირდება. თავარი ჯერ არ გინახავს. ყუთისადა. მოაქვს. რა არის? ნეტევ რა უნდა იყოს? რა კარგია? ესპრესოს მომიდულებ ხოლმე. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ჩაი მზად არის. მირთვით? ყველაფერი მოგიწყვიათ. მეც არ ველოდი. ქერემმა სიურპრიზი გამიკეთა. წარმოიდგინეთ, ქერემბეი, თქვენ რომ არა მაღაზიიდან მაღაზიაში ვივლიდით და სახლის მოწყობას ერთვეს მოვანდომებდით. ბენო, ცოტა პრეტენზიული ხომ არ ხარ? არა, უბრალოდ მეხუმრება. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რომ ჩაის დალევა აღარ მოგინდება. ნახე. რა არის? ესპრესოს დანადგარია. სანამ ჩაის ვამზადებდით, თქვენ აქ კაფე მოგიწყვიათ. გადიმართლა, ბენო.
სახლი ძალიან ლამაზია. თან შეჰრაზადთან ახლოს იცხოვრებ. კარგია რა? ხო, ასეა. მას შემდეგ რაც ის არანორმალური აქედან გადავიდა, ბინაში არავის შესახლებულა, სახლი ბენუს ელოდებოდა. შემოდი მიჰრიბან. გილოცავთ, ყველაფერი მოგიწყვიათ. გმადლობ. შეჰრაზად ბურჰანბეი მოვიდა. კარგი. აი ასე. ეს ფრანი ღრუბლებამდე აფრინდება? რა თქმა უნდა. ჩიტივითი ფრენს. მე რომ ფრანის მართვა არ ვიცი. არა უშავს პაპა გასწავლის საყვარელო. პაპა ფრანის მართვა მართლა იცი? რა თქმა უნდა ვიცი. ჩვენი ფრანი ძალიან მაღლა აფრინდება. ბავშვობაში ფრანებს თვითონ ვამზადებდი. მართლა? ამ საქმის ოსტატი ვიყავე. მე როდის მასწავლი? დედას უთხარი ჩვენთან მოგიყვანოს. ფრანიც წამოიღეს. და ერთად გავუშვათ. კარგი? კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. დედა, ნახე პაპამ ფრანი მიყიდა. ერთად უნდა გავუშვათ. ძალიან კარგი. პაპასთან როდის წამიყვან? შუ, მოიცადე, ახლა ხეს მოვიდნენ, არ შეაწუხო. წავალ, ჩაის მოვამზადებ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობას ნომიხდი. სავარძლების ფერი თუ არ მოგწონს მითხარი და შევაცვლევინებ. მომეწონა, ძალიან ლამაზია. ესპრესოს აპარატი უკვე დავამონტაჟე. რა დრო გასულა? ჰოლდინგში უნდა შევიარო. როგორც კი საქმეს მორჩები გამოგივლი. არა, საყვარელო, საჭირო არ არის. თვითონ მოვალ, შენ სახლს მიხედე. კარგი, საღამოს გელოდები. ნახვამდის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ბებია, იცი, ალადინის ჯინი ძალიან სასაცილო ვინმეა. ჩემი ჯინი კი შენ ხარ. ქანი გახარებულია სამსახურში რომ არ მივდივარ. აუმართლა შეჰრაზად. ერთი საინტერესო იდეა დამებადა. რა იდეა? რა სიტყვი? არქიტექტურული ფირმა რომ გავხსნათ. ფირმა? ო, არქიტექტურული ფირმა. პროექტირებისათვის. შენ ხელმძღვანელე. იქნებ ცოტა ხანში სამშენებლო საქმეს ხელი მეც მოვკიდო. ეს იდეა საიდან გაგიჩნდათ? ქარხნისთვის ახალი შენობა მჭირდება. არსებული უკვე დაძველდა. ამისთვის ნაკვეთიც მაქვს, მხოლოდ პროექტია საჭირო. ვიფიქრე შეჰრაზადი არქიტექტორია და მასზე უკეთესად ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს მეთქი. თანაც მე ძალიან დაკავებული ვარ. ამ საქმის პროფესიონალი შენ ხარ. ხომ არ აჯობებს ერთად წამოვიწყოთ ეს საქმე? არ ვიცი, ჩემთვის ეს მოულოდნელი წინადადებაა. ფირმის გახსნას და კლიენტების მოზიდვას მე მივხედავ. შენ იმუშავებ. თანამედროვე სტილის ოფისი გახსენე. ჩემი ოფისი ვით პატარა ნუ იქნება. სახელად კი ევლია ოღლუს არქიტექტურა დავარქვათ. რა სიტყვი? რისი მიღწევა გინდა ქერე? რას გულისხმობ? დავინახე შეჰრაზადს როგორ უყურებდე. როგორ უყურებდე? სიყვარულით, ალერსით, ნებით, დავაგრძელო? მე ერთ სისულელეს ნუ ამბობ. ისევ იგივე საკეთებ, ისევ შეცდომას უშვებ. ბენუ არ გიყვარს, მაგრამ იმედს აძლევ. ცოდუა ის გოგო, ასე რატომ ექცევი ქერემ? რა უქნა მე ერთ? შენ მაინც ნუ მსაყვედურო. გოგო ჩემს გამო კინაღამ დაიღუპა, რა უნდა მექნა? გადაწყვიტა დაელია და თავი დაეცვა. რა სინდისით მეთქვა, მაპატია, მაგრამ უნდა მიგატოვო მეთქი. გაცილებით უარესი მოხდება ქერემ. შენ შექმენი ასეთი მდგომარეობა. იმ გოგოს საბოლოოდ გაანადგურებ. არა. მალე დამშვიდდება და გული რომ არ ვადგინო, უმტკივნეულოდ დავშორდები. არ გჯერა? დავშორდები, მაგრამ ტკივილს არ მივაყენებ. ქერემ ნურს მემატყუებ და ნურს საკუთარ თავს. ასე იოლად ბენუს ვერ დაშორდები. რატომ? იმიტომ რომ ბენუს გარეშე შეჰრაზადთან ურთიერთობას ვერ შეძლებ. შეჰრაზადი ბინიაფიში აღარ მუშაობს. იცი რომ მას ვეღარ ნახავ. ხოლო ბენუსთან ნებისმიერ დროს მიხვალ. და მხოლოდ იმიტომ რომ იქ შეჰრაზადი ნახო. ხომ ასეა? სინამდვილეში შეჰრაზადთან ყოფნა გინდა და არა ბენუსთან. კმარა მერტ, კმარა. საუზმე მზად არის.
მიდიხართ? რატომ გეგვირსფირდებს? სამსახურში მივდივარ. ძალიან კარგი, მიხარია. თუ შეიძლება ჩაი მომიტანე. როგორ გამახარეთ? ალმა-ატაში კოტეჯების კომპლექსის მშენებლობას უკვე ვიწყებთ. ძალიან კარგი. პროექტს ვინ უხელმძღვანელებს? ბენო ჰანიმი. კარგია. როგორ არის ბენო? თავს როგორ გრძნობს? შვენივრად იალჩინ ბეი. ახალ სახლში გადავიდა. ხვალიდან პროექტს სათავეში ჩაუდგება და საკუთარ გუნდს შექმნის. ძალიან კარგი, მიხარია. ბენომ თავი მოგვანატრა. მაგრამ მის ნახვას ჯერ ვერ შეძლებთ იალჩინ ბეი. რატომ? ხომ არ დაგავიწყდათ ხვალ ალმა-ატაში რომ მიემგზავრებით? რამდენი ხანია მივლინებით არ სათყოფილ ვარ. დეტალებზე მოგვიანებით შევთანხმდეთ. დიახ, მეგობრებო, თქვენს წინაშე პროექტის საბოლოო ვარიანტია წარმოდგენილი. მას კიდევ ერთხელ გადავხედოთ. პროექტი ითვალისწინებს 50 ვილის და 100 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც ჯამში 5000 ბინას მოიცავს და 1,000,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. გამარჯობა, უნურბეი. გამარჯობა. ხომ არავის უკითხე ვარ. მხოლოდ რამდენიმე მეილი მოვიდა. გმადლობ. კერენბეი თავის კაბინეტშია? არა, სხდომაზეა. რა სხდომაზე? კერენბეი ალმა-ატას პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას აცნობს. ალმა-ატას კოტეჯების კომპლექსს გულისხმობთ? დიახ. თუ შეიძლება ჩანთა ჩემს კაბინეტში შეიტანეთ. დიახ. იალჩინ ბეის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი სხდომა გავმართოთ. ამ დროისთვის ბენო შემოგვიერთდება და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ყველას მოგესალმებით. გამარჯობა, ონურბეი. გამარჯობა, ონურბეი. გამარჯობა. გისმენთ, რომელ პროექტზე საუბრობთ? ალმა-ატას კოტეჯების კომპლექსის პროექტზე. ესე იგი, ალმა-ატას პროექტზეა რა? როგორც ყოველთვის სერიოზული საქმე წამოვიწყეთ, ონურბეი. მთელი ქვეყანა ჩვენზე ალაპარაკდება. ბინიაფი მხოლოდ გრანდიოზულ პროექტებს ამზადებს. დარწმუნებული ვარ, თავს არ შევერცხვენთ. მეგობრებო, სხდომა დასრულებულია. დანარჩენ დეტალებს დღის ბოლომდე მოგაცდით. ყველას დიდი მადლობა. ნახვამდის. 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 კერემ ამ პროექტის შესახებ რატომ არაფერი ვიცი? ვალდებული არ ვარ ყველა პროექტთან დაკავშირებით ანგარიში ჩაგაბარო. დღემდე ასე იყო. დღეიდან სხვაგვარად იქნება. კერემ რა ხდება? არაფერი. ბინიაფი მუშაობას აგრძელებს. თანამშრომლობას ასიაპირებ? ო, ასე. და შესაძლებელი გონია? რატომ აწერა? შევძლებთ. ოფიციალური სახით. რა? იმის თქმა გინდა რომ მეგობრები აღარ ვართ? გამიშო ხელი, ალიქემა. თვითონ ჩავა. საყვარელო, ფრთხილად, ნუ ჩქარო. აიშე, ტელეფონი მისაღებ ოთახში ტუმბოზე დამრჩა, თუ შეიძლება მომიტანე. ძალიან ადრე მივდივართ, ალიქემა. საავადმყოფოში დიდხანს მოგვიწევს დაცდა. არ არის ადრე ფუსონ. ნელ-ნელა წავიდეთ. მანამ საპროცედუროში შეგიყვან, იქნებ ექიმთან დალაპარაკება მოახერხო. ქიმიოთერაპიაზე. ო, რა თქვია, წავიდეთ. ალლაჰმა დაგიფაროთ. ფუსუნანი, თქვენი ტელეფონი. ო. ნახვამდის. ბიჭებო, საცდელი ნიმუშები. წინდებს, დანარჩენს ხელს ნუახლებთ. ეს უფრო კარგია, ნახე? არა, ეს ჯობია. გონი ესეც კარგია. არა, ამას კრემიც მოხვება, ნახე? ასე არ შეიძლება, ხომ გთხოვეთ, ან იყიდეთ, ან თავის ადგილზე დადეთ. კარგი რა. მოდი პერანგის სახელოზეც დამასხე. კმარა, არაფრის მყიდველები არ ხართ. ხელი გაუშვით.
ადგილზე დადეთ. გამომართვე. მომეცი? აბა სადე? პოლიციას გამოვუძახებ. ერთი ამას უყურე. პოლიციით გვაშინებს. ახლავე დავრეკა. აი ნახავთ. დარეკა ვარა? მიდი აბა ახლა დარეკე თუ გაბედავ. ალოშ. რაც გინდა აიღე. სუნამ ორჯერ დავისხი და ამ ხალმა რა ამბავი ატეხა. სალაროში ჩაიხედა. ძველი მოდელი ყოფილა. გაგიმართლა კარგ ხასიათზე ვარ. ჯანსელ, რამდენჯერ დაგირეკე, ვიფიქრე რამე ხომ არ... ჯანსელ. ჯანსელ. რა დაგემართა? რადიო ხომ არ ჩაგირთო? არა, ახლა მოსმენის თავი არ მაქვს, არ ჩართო. კარგი, როგორც გინდა. დიახ, გისმენთ. ალიქემა, სევგი ვარ. გისმენთ. ახლავე ჯანსელის მაღაზიაში მოდი, საშინელება დატრიალდა. უკაცრავად, მაგრამ არ მესმის. ჯანსელს ორი მაწანწალა დანი დაემუქრა. ალიქემალ მაღაზია დაარბიეს და სალაროც გაძარცვეს. გასაგებია. ახლავე უნდა მოხვიდე, პოლიცია აქ არის. მაღაზიაში ჯანსელი ცუდად არის. ახლავე წამოდი. კარგი, გასაგებია, მაგრამ ახლა არ მცალია. შენ მიხედე და მოგვიანებით დაგირეკავ, კარგი? ალიქემალ, მგონი ვერ გაიგე. კარგი, ნახვამდის. ალიქემალ. ალიქემალ. ალო. ვინ დაგირეკა? რა? ვინ იყო, ვინ დაგირეკა? ო, საწყობიდან დარეკეს. ერთ-ერთ ფუთაში ნაკლული საქონელი აღმოჩნდა. არა უშავს, მოგვიანებით მივხედავ. გამორთე. მოგრძანდით, საღამოშიდობის პირდებს. ეს ონურმა დალია? პირდებს. პირველი არ არის, ხშირად სვამს. ვინ კითხავს? საღამოშიდობისა. ონურ. ზოიდა, შეჰრაზადი მოგწონს? თავარია რომ შენ მოგწონს. შენი ამბის გასაგებად მოვედი. კარგად არ ვარ. არა. გეტყობა, მაგრამ დროა... შეჰრაზადი ძალიან მენატრება იასემინ. ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრება. ყოველ წუთს. ყოველ წამს მასზე ვფიქრობ. აქამდე არ ვიცოდი მონატრება რა იყო. შეჰრაზადმა მასწავლა. არც ის ვიცოდი სიყვარული რა იყო. ეგეც შეჰრაზადმა მასწავლა.
არც კი ვიცი რა ვთქვა. ჩემი პრობლემებით თავი მოგაბეზრა. არა, რას ამბობ? მაგრამ დამიჯერე. გულახდილის სხვასთან ვერ ვიქნებენ. ერთადერთი მეგობარი ხარ. ამას ნუ ამბობ. მეგობარი ბევრი გყავს. არა, ასეა. დამიჯერე. ყველაზე ახლობელი შენ ხარ. კარგი რა. ჩემი არც დედა ჩემს ჯერა და არც კერემს. მტრად მთვლიან. ეს დღეები ჩემს გვერდით რომ არ ყოფილიყავი ძალიან გამიჯერდებოდა. ონურ, რადგან ასეთი ახლო მეგობარი ვარ, შეიძლება ერთი რამ გითხოვ? რა თქმა უნდა. ნამდვილად არ მესმის. კი, მაგრამ არა, არაფერი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. გითხე გისმენ. ვფიქრობ და ვერ გამიგია. შეჰრაზადმა იმ ქალის ნათქვამი რატომ დაიჯერა? ის უსინდისო უნამუსო ქალი ტელევიზიით გამოვიდა და საქვეყნოდ განაცხადა ონურ აქსელმა მასთან რომ დავწოლილიყავი ფული შემომთავაზაო. შეჰრაზადმა კი მაშინვე დაიჯერა. თუ ვწდები, მითხარე და ხმას აღარ ამოვიღებ. მართლა არ მესმის. შეყვარებულმა ქალმა ასეთ სამარცხვინო ცილის წამებას როგორ უნდა დაუჯეროს? არ ვიცი. შეჰრაზადის ადგილას მე რომ ყოფილიყავი, ამას არასოდეს ავიჯერებდი. არასოდეს. შეჰრაზადის ნაირმა ჭკვიანმა ქალმა ასეთი ბინძური ტყუილი როგორ დაიჯერა? არ ვიცი. იქნებ იფიქრა რომ ეს მართლა ჩავიდინე. ასე რატომ უნდა ეფიქრა? ამის რა საფუძველი აქვს? ხომ გითხარი, არ ვიცი მეთქი იესემინ. ქალები კაცებს არასოდეს ენდობიან. უბრალოდ ასე აჩვენებენ თავს. ალბათ მიზეზიც ესაა. ირგვლივ იმდენი უმსგავსობა ხდება, რომ ქალებს ამაში ვერც გაამტყუნებ. კარგი რა. ჩვენ ნებისმიერ კაცზე კი არა, შენზე ვსაუბრობთ. შენაირი განათლებული, წესიერი, ზნეობრივი ადამიანი, რაც უნდა იყოს ქალს, ერთი ღამის აფასურად ფულს არასოდეს შესთავაზებს. ასეთი რამ როგორ იფიქრა? უკვე ძილის დროა, დაწექი. დედა, გისმენ შვილო. ონურ ბიძია ჩვენთან აღარ მოვა? გან, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. ონურ ბიძია აქ აღარ მოვა. ონურ ბიძია ძალიან მიყვარს. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. დაიძინე. ონურ ბიძია ძალიან მომენატრა. მოდი დაურეკო და უთხრათ მოვიდეს. ხან გაჩუმდი მეორედ ონურ ბიძია აღარ ახსენო. ახლა წავდი და დაიძინე. წამოდი შვილო, მე დაგაწვენ. თვითონ დავწვევი. წადი. შეჰრაზად, ჩემო ძვირფასო. ამ საშინელი ცილის წამების გამო ერთმანეთს ნუ დაშორდებით. შენც კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. არ არის ტყუილი, მიჰრიბან. ეს სიმართლეა. ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? მიზეზი არსებობს? საკუთარი თვალით ნახე, რა იცი რომ სიმართლეა? გთხოვ შეჰრაზად, თქვენ სიყვარულს გაუფრთხილდი. არა მიჰრიბან. საუბედუროთ ეს სიმართლეა. ჩამძინებია. დასასვენებლად წამოწეკი. და ჩაგეძინა. რამდენ ხანს მეძინა? დიდი ხანი არა, ნახევარი საათი. თუ შეიძლება წყალი მომაწოდე. გამომართვი ძვირფასო. მადლობ. წამალი უნდა დავლიო. აღარ არის. როგორ დამავიწყდა? ვიფიქრე საავადმყოფოში რომ წავალთ ვიყიდი მეთქი და ნერვიულობისგან გადამავიწყდა. ახლავე წავალ და ვიყიდი, კარგი? ნუღელო. შენ რატომ უნდა წახვიდე, განიწავიდეს. ასეთ დროს ვერ იყიდის. მორგი აფთიაქი ყველგან ხომ არაა? რატომ ვერ იყიდის? განი? განის ნუ აწუხებ, წავალ, მე ვიყიდი. სხვა რა საქმე აქვს? წავიდეს და იყიდოს. ფუსუნ, ჩემო ძვირფასო. ნება მომეცი შენზე ვიზრუნო.
კარგი. როგორც გინდა. კბილეულსაც წამოგიღებ. თუ დამაგვიანდა არ შეგეშინდეს. ახლოს შეიძლება მორიგი აფთიაქი არ იყოს. კარგი. ნაძირალები. თურმე ნარკოტიკების ემოქმედების ქვეშ ყოფილა. ალახმა დაგვიფარა. იმედი აღარასოდეს განმეორდება. პოლიციამ ორივე სწრაფად დააკავა. კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ საკადრისა დაისჯებიან. ჯანსელ, იცოდე, ამის მერე მაღაზიაში მარტო აღარ დასჯე. თან აუცილებლად სიგნალიზაცია დავაყენოთ. ნუ ღარ გავრისკავთ. ხვალვე პოლიციაში წადი და განცხადება შეიტანე. შენ რა, არ მისმენ? საყვარელო, ასე ნუ განიცდი. პოლიცია ფულს დაგვიბრუნებს. ორის უნამოს გამო კი ნერვიულობა არ ღირს. მაგაზე არ ნერვიულობ, საკუთარი თავი მეწოდება, სევგი. ძვირფასო. მე გავაღებ. კი, მაგრამ მე გავაღებ მეთქი. გამარჯობა, ჯანსელ. გამარჯობა. დროულად მოხვედი, გმადლობ. ჯანსელ, მხოლოდ ახლა. ის ნაძირალები დანით მემუქრებოდნენ, შენ კი 8 საათის შემდეგ მოხვედი. კარგი, მე არ გაღელვებ. ჩემთვის ბავშვიც არაფერს ნიშნავს. მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. იმ დროს მართლა დაკავებული ვიყავი. ამჯერად ცოლის მოტყუება ვერ შეძელი, არა? მართლა მინდოდა მოსვლა. დამიჯერე. გაჩუმდი, ალიქემა. ვიცი რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ. ხო, ამას ნუ ამბობ. სევგიმ რომ დამირეკა, ფუსუნი ქიმიოთერაპიაზე მემყავდა. ხომ იცი კიბო აქვს. მის გვერდით უნდა ყოფილიყავე. დანი დამემუქრნენ. ვერ გაიგე? კინაღა მომკლეს. მაგრამ შენ კი ასე დროს ჩემთან არ იყავი. როცა მჭირდებოდი, სულ ასე იქცეოდი. ჩემ გვერდით არასოდეს ყოფილხარ. მეც ადამიანი ვარ, მეც ვეღარ გავუძლებ კმარა. ჯანსელ, წადი ჩემი ცხოვრებიდან. დამიჯერე, სულ შენზე ვფიქრობდი. შენი დანახვა აღარ მინდა. ჩემთვის მკვდარი ხარ, გესმის მკვდარი. წადი. მაგრამ ჯანსელ, მომისმინე. ჯანსელ. ჯანსელ, კარი გამიღე. გამიღე, დავილაპარაკოთ. საყვარელო. დედა. დედა. დედა, გაიღვიძე. დედა. ბედნიერების სელოამ წამიერად გაიფრწყინა. ელის შემდეგ კი დაბინძდა. გნელმა და შავმა ღამემ დაისადგურა. საყვარელი ქალის მიერ მორთმეული კბილი სასმელი შხამად გადამექცა. ჩემმა გულმა მოსვენება დაკარგა. სატრფოსთან შეხვედრამდე ჩემი სული მოკვდა.
შეჰრაზად, საყვარელო. Onur ვიცი, მე ვარ ქანი. ქანი? დიახ. შვილო, ქან, საყვარელო. ძალიან მომენატრე. მე ძალიან მომენატრე. Onur ვიცი. გისმენს შვილო. დედა არ იღვიძებს, მეუბნები გაიღვიძე მეთქი, მაგრამ არ იღვიძებს. რატომ? რა მოხდა დედას რა დაემართა? არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეშინია. ნუ გეშინია ქან, გესმის? ნუ გეშინია, ახლა ვემოვალ. Onur. შეჰრაზად. Niye geldin? რატომ მოხვედი? არ შემიძლია. შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ჩემი რატომ არ გჯერა? რატომ არ გჯერა, რომ ერთად გადარებული ის შავი ღამე? ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სამარცხვინო ღამეა. რატომ არ გჯერა, რომ შენს გარდა არავინ ყვარებია და არც მეყვარება? რატომ არ გჯერა, რომ შენს მიმართ ჩემი სიყვარული ყველაზე ძლიერია, რაც გიოდეს მიარსებულა? İnanıyorum. ჯერა. ჯერა. İnanıyorum. ჯერა. საყვარელო. ძვირფასო ძალიან მომენატრე. Ben de seni çok özledim. მე ძალიან მომენატრე. დედა. დედა, გაიღვიძე, დედა. Onur. Oğlum ne oldu? შვილო, რა მოხდა? სიზმარი ნახე? ხო, Rüya gördüm. სიზმარი ვნახე. შეგეშინდა? Korkmadım. არ შემშინებია, ლამაზი სიზმარი იყო. სიზმარი მეც ვნახე, მაგრამ შემეშინდა. Yaman ben. შვილო, საყვარელო, ნუ გეშინია. შეიძლება შენთან დავწვე. დაწექი, რა თქმა უნდა, მოდი. შენ გამო ახალი სამსახურით დავკარგე. შენ რა მეგობარი ხარ? ეს რა გამიკეთე? საყვედურების მოსმენისავე არ მაქვს აიშე. უამრავი ვალი და პრობლემა მაქვს. შენ კი რაზე მელაპარაკები? უარესის ღირსი ხარ, უარესის. ეშმაკები ჩემომიჩნდი. დამარწმუნე ძველი სამსახურიდან წამოსულიყავი. ახლა რა ვქნა? ამიხსენი. გაჩუნდი. ერთალბეისთან მუშაობა რომ დაგაწყებინე, მაშინ სხვანაირად ლაპარაკობდი. მადლობა გითხრა, სამსახურიდან ისე გამომიშვა, ხელფასიც არ გადამიხადა. ყველაფერი შენი ბრალია, ზეინებ. კმარა, გაჩუნდი. ახლა შენი პრეტენზიების მოსმენისავე არ მაქვს. დაგღუპე. აი ეს და მეც. შენ რაღა გინდა, სემა? ორივე პირი შეკარით? შურიზიების გეგმებს ადგენდი. ამას არ შევარჩენო და უსამსახურო დაგტოვე. გვირდებოდი ახალ ფირმას გავხსნით. საკუთარ საქმეს წამოვიწყებთო. ხომ ხედავ რა მოხდა? თუ არ მოგწონს, წადი. ძალით არავინ გიჭერს. თავი უკვე ფირმის მეპატრონე გონია და სამსახურიდან გვაგდებს. რომ შემეხვეწო, მაინც არ დავრჩები. მომისმინე ზეინებ, დღეიდან არცად გადამეყარო, გასაგებია? შენთან ერთად მუშაობას მირჩევნია სამსახური საერთოდ არ მქონდეს. წადი, მოშორდი აქედან. უშენოდაც ყველაფერს მოვაგვარებ. რა უსინდისო ყოფილხარ? შენაირი უნამუსო ქალი ცხოვრებაში არ მინახავს. იმედი მაქვს საკადრისა დაისჯები და იმაზე უარის დღეში ჩავარდები, ვიდრე ახლა ჩვენ ვართ. ძვირფასო, ასეთი პრობლემები ბევრჯერ მქონია. თქვენ თავს მიხედეთ. შემოდი ვნახოთ.
აბა, მოგწონს შვილო? რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. კარგი არჩევანი გაგიკეთებიათ. არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. შენ უნდა გადაწყვიტო. ძალიან მომწონს. კარგი ოფისი გამოვა. თავის დროზე ეს ოფისი აჰმედისთვის და შენთვის უნდა გამეხსნა შვილო. უაზრო სიჯიუტის გამო თქვენს რომ არ დამეყუბეთ და საკუთარი თავით. ახლა უბედნიერესი კაცი და მამა ვიქნებოდი. აჰმედი ხედავს ბედნიერები რომ ვართ. თხოვთ, წარსულს მოხარ გაიხსენებთ. გული მწყდება შეჰრაზად. მაგრამ ადამიანმა წინასწარ არასოდეს იცის ბედის ერარას უმზადებს. ძალიან მიხარია. წენა რომ დაივიწყე და ახლობლები გავხდით. ლიცენზიის საქმე თვითონ მოაგვარეთ. მანდ ნუ მომიყვანთ. გაჯექი ზეინებ, ფეხზე რატომ დგახარ? გასაგებია. რადგან გეუბნებით უნდა მოაგვაროთ კიდეც. გარგე. როგორ დაისვენე? შესანიშნავად. ფრეიდან აქ იქნები? ხო? მერიას მე დაუკავშირდები. უშემოდ ვერაფერს ახერხებთ. გარგე, გარგე. ზეინებ, როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო ერდალბეი? პრობლემები შემექმნა. რა მოხდა? ფირმა დამიყადაღეს. რაც გამაჩნდა, ყველაფერი წაიღეს. რას ამბობ? ძალიან მეწყინა. დალევ რამეს. ჩაის თუ შეიძლება. თუ გინდა ცივი წყალი დალეე. გესიამოვნება, გაგრილდები. ამდენ ხანს სათხარ განი. ბურჰანბიძია, მანქანათლივს გავაჩერე. რა ლამაზი ოფისია, თავი ამერიკულ ფილმში მგონია. ო, ასეა. თქვენ ხომ მოგწონთ შეჰრაზადანი? გილოცავთ? გმადლობთ განი. განი მომისმინე. კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ ბურჰანბიძია, გისმენთ. ლექციების შემდეგ პირდაპირ შეჰრაზადთან წამოხვალ ოფისში. მის მითითებებს შეასრულებს, რასაც დაგავალებს ყველაფერში დაეხმარები. რა თქმა უნდა, ბურჰანბიძია, ნუღელავთ. თურქეთის საუკეთესო არქიტექტორთან ვიმუშავებ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ნუ აზვიადებ განი. სიმართლეს ვამბობ. გვირდებით ბურჰანბიძია. შეჰრაზადის სიტყვა ჩემთვის კანონია. ყოჩაღ განი. რაკენის სწავლის ფული შეიტანე? ო, შევიტანე. ბურჰანბიძია, ვერ ვიჯერებ. თქვენი წყალობით უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. მადლობთ, დიდი მადლობა. შენი სტუდენტობა ძვირი დამიჯდა განი. იცოდე ჭკვიანად იყავი, იმედი არ გამიცრუო. რას ამბობთ ბურჰანბიძია? საუკეთესო სტუდენტი ვიქნები. განი მთელი მონდომებით იმეცადინებს. ჩემით აუცილებლად იამაყებთ. მე თქვენ გენდეთ ერდალბეი. ბანკიდან უზარმაზარი კრედიტი გამოვიტანე. თქვენ არ მითხარით ფართი იქირავე, ფირმა გახსენი, მოაწყვე. იაშელ დოღასვილების პროექტ შენ უხელმძღვანელებო. ო, გითხარი. მაგრამ მე გადავიფიქრე. ახლა რა ვქნა? უამრავი ვალი მაქვს. ადამიანები ხელფასზე იმიტომ მუშაობენ, გარისკო არ უნდათ. თორემ საქმეს ყველა წამოიწყებდა, ხომ ასეა? საქმის წამოწყებას ყოველთვის რისკი ახლავს. ზეინებ გარისკე, მაგრამ არ გაგიმართლა. მეც უნდა შეეგუო. ერდალბეი, დამეხმარეთ, გთხოვთ. პრობლემები როგორმე უნდა მოვაგვარო. თუ ძალიან გიჭირს, შემიძლია ფული გასესხო. არ მოგერიდოს. ო, მართალია. ვალის ნაწილს დაფარავ. გმადლობ. ისედაც უამრავი ვალი მაქვს. დაფიქრდი ზეინებ. გადახდას არ დაგაჩქარებს. ნუ ინერვიულებ. ერდალი ადამიანს ფულის გამო არასოდეს ატყენინებს. რა თქმა უნდა, ეგ არც იფიქრო. მე ვალი არ მინდა, ჟალე. მე სამუშაო მჭირდება. ერდალბეი, გთხოვთ. იაშელ დოღასვილების პროექტი მე მომეცით. დამერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით. ბევრს ნუ მოინდომებ. ეს პროექტი დაივიწყე. ო, მაგრამ ერდალბეი. მივდივარ, ჩოგბურზე მაგვიანდება. არ ინერვიულო ზეინებ. როგორმე შენ თვითონ მოაგვარებ. ხო, მოვაგვარებ.
ამას